ასევე კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ავტომობილის დაცვისთვის საქარე მინა. განსაკუთრებით ისეთი ფორმის ავტომობილებზე, როგორც Mercedes G-კლასი, ახალი Prado, ახალი Defender-ი. ბევრი ავტომობილი მოკლედ ძალიან ისეთი კარგი სტილია და ემსგავსება ასეთ მანქანებს, რომ ნაკლებად არის დახრილი საქარე მინა და უფრო მეტი რისკია, რომ რამის მოხვედრის შემთხვევაში ეს მინა გატყდეს. მესმის, რომ ამ პასუხისგებლობას ხშირად სადაზღვევო კომპანია იღებს და თქვენ არ გიწევთ თანხის გადახდა, მაგრამ არ მგონია, რომ კარგი იყოს ან მოგწონდეთ თქვენ მანქანაზე რაღაც ძველი გატეხილი საქარე მინის რაღაც ტროსებით და რაღაცებით ამოჭრა და შემდეგ ახალი შუშის არაქარხნული მეთოდით გერმეტიკზე დასმა. ჩემი აზრით ჯობია რომ გადავაკრათ დამცავი ფირის საქარე მინას, ჩვენ შემთხვევაში ვიყენებთ სტეკის დაინო ტოპს და ვიყოთ დაზღვეულები რომ რამე რომ მოხდება ის ფირი დაზიანდება და უკვე ძალიან დაზიანების შემთხვევაში ფირი ავაძროთ და ახლიდან გადავაკრათ და საქარე მინა გქონდეს ისეთი როგორც მწარმოებელმა აწარმოა თავის დროზე.